კინოფილმის საუკეთესო მუსიკალურ პროექტში ხაშურელი ირინა ავაქიანი მონაწილეობს. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ ირინამ პირველ ტურში მონაწილეობის უფლება მიიღო და მას ახალ ხუთეულში ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში ვიხილავთ ტელეეკრანზე. ახალგაზრდა ნიჭიერმა გოგონამ, რომელიც შესანიშნავი ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, შესარჩევ კონკურსში სამენაზე იმღერა. ქართულად მან ლაღიძის თბილისო და კინოფილმ ჭრიჭინადან აბადელი დელა შეასრულა. ირინა ავაქიანის მუსიკალური ნიჭი ბავშვობიდანვე თვალშისაცემი იყო არა მარტო ოჯახისათვის, არამედ მეგობრებისა და ახლობლებისთვისაც. მისი პირველი ნაბიჯები სცენისაკენ უბანში ჩატარებული კონცერტებით დაიწყო. ხაშურის მუსიკალურ სკოლაში მეცადინეობა კი 8 წლისამ პედაგოგ მზია ბაბუცისთან გააგრძელა. ბუნებრივი ნიჭია რა, ბავშვობიდანვე დაყოლილი ნიჭია მაგის. ხმას, მე კიდევ ცოტა დამუშავებაც და რაღაცას თვითონ აი რო ვთქვათ და მართლა გავუმარჯოს აგერ მეზობელი ყავს მუსიკალური სკოლის მასწავლე ინგა ხრიკაძე გეცოდინებათ ხომ მაგან წავდა ხელი კარგად დაეხმარა სხვათა შორის მე ირინა არა მარტო ნიჭიერი, არამედ შრომის მოყვარეცაა. ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, სომხურ ენებს. ბავშვობიდან ხატავს, წერს სიმღერებს. მან 1 წლის წინ სოლო კონცერტიც გამართა. დღეისათვის კი დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაციუმში პედაგოგია. მისი წარმატებების ჯერად და განსაკუთრებით ახარებთ ოჯახის წევრებს. მას უყვარს მუსიკა და უყვარდა ბავშვობიდან. თვითონაც წერს, ირინა წერს თვითონ. იცით რა არის სასაცილო, ეს მახსენდება ბავშვობაში ირინას ძალიან უყვარდა კონცერტების მოწყობა. აქ მთელ უბანს მოიწევდა ხოლმე, თვითონ რა თქმა უნდა იყო სოლისტი და უნაწილებდა ყველას ამ დროს და ამღერებდა ბავშვი. ირინას ძალიან ალბათ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ნერვიულობდა, მასთან ერთად ვიყავით და მაგრამ ვცდილობდით ყოველთვის რამაც ირინასთვის არ დაგვენახა და ჩვენი ნერვიულობა მას არ გადასცემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერია, კარგი ხმა აქვს, ის ყოველთვის იძახის ხოლმე, რომ აი თუ გავიმაჯებ, ანუ ყოველთვის იმას იტოვებს, რომ შეიძლება არ გავუმართლოს და ვერ გავიგეს. მაგრამ რა ვიცი, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ის მიაღწევს წარმატებას და გავადით ასპარეზს. დღეს ირინას ოჯახს ტელეკომპანია იმედის დილის პროგრამის გადამღები ჯგუფი ეწვია, რომლებიც ნუცას სკოლაში მონაწილეობისათვის ირინაზე სიუჟეტს ამზადებენ. ახალგაზრდა მომღერალს მეგობართან ერთად იტალიაში მოგზაურების ოცნება აქვს. იმ დროს ელიან, როცა ვენეციაში გონდოლებით ისერინებენ და ირინა ავე მარიას იმღერებს. ირინა ამბობს, რომ დიდი ხანია ფიქრობდა ბედიეთსა და ნუცას სკოლაში, თუმცა ამ ნაბიჯის გადასადგმელად სტიმული მოსწავლეებმა მისცეს და ახლა უკვე გამარჯვების იმედიც აქვს. იდეა სხვათა შორის გაჩნდა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო თუ არა ნუცას სკოლაში შერჩევა და რაღაც, მაგრამ ესე იგი ბავშვებმა მითხრეს, რომ მასწავლებელო კლიპს რატო არ იღებთ, ასე კარგად რომ ღერით და რაღაც და ნუ მე ბავშვებმა თვითონ მაიძულეს ასე ვთქვათ მასწავლებლო ჩაწერეთ ერთი მოსწავლე დამდებდა სულ ჩაწერეთ მასწავლებლო გაგზავნეთ აუცილებლად. ნუ რა თქმა უნდა მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბავშვებმა ძალიან დიდი მომცეს რა ქვია ჰორორი და სტიმული. ჩემზე ძალიან ისინი არიან დარწმუნებულები, რომ გავალ და ჩემზე ძალიან ისინი არიან, რა ვიცი, მონდომებულები. მეგობრები კი, ნუ მეგობრებს უბრალოდ უკვე აღარ ვთვლი. ბავშვები უბრალოდ იმდენად გულწრფელ ენერგიას გრძნობ იმათგან, რომ რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე ჩემი პატარა ბავშვების.